მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე, გადაცემა მიმყავს მე გოგი გვახარიას. ციანიდის მომწამლავი კვალი და ქართული ეკლესია. ეს არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა. ბატონი გოჩა მირცხოლავა არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დაგროვდა ქართულ ეკლესიაში. სხვა შორის დღეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოსვლის დროს რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა და ერთ-ერთი ინიციატივა იყო, არ ვიცი მოусმინეთ თუ არა, შეწყალების კომისიის გადატანა იუსტიციის სამინისტროში. აქ თქვენს ერთ-ერთ სტატუსში საუბრობთ ალბათ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც დღეს ასე ვთქვათ, პრობლემები ტრიალებს ეკლესიის გარშემო, საპატრიარქოს გარშემო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის სწორედ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი და ახლა უკვე შესაძლებელია შეწყალების კომისია თუ გადავა იუსტიციის სამინისტროში, მაშინ ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად დაინტერესებს იუსტიციის სამინისტროს ეს თემა. გაქვთ თუ არა თქვენ იმედი და საერთოდ როგორი სიტუაციაა დღეს ამ თვალსაზრისით? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები საკმაოდ რთული არის თავისი უამრავი შემადგენლობით, ამას ბევრი წახნაგი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა აღმოჩნდა სწორედ დეკანოზ მამალაძის საქმე, რომელმაც ფაქტობრივად ფართო საზოგადოებისთვის ლუსტრაცია მოახდინა საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების. და არა მარტო საპატრიარქოში, მოდით დათქმას გავაკეთებ ესეც, როდესაც მე ვისაუბრებ თქვათ ინსტიტუციაზე, განსაკუთრებით ვისაუბრებ საპატრიარქოზე, იმიტომ რომ ეკლესია თავისი მოცემულობით კიდე სხვა რამე არის. ხო, საპატრიარქო არის ის ორგანო, რომელიც მართავს დღეს ჩვენს ეკლესიას და შესაბამისად გადაწყვეტილებებს ყველაფერთან მიმართებაში ის იღებს. მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ციანიდის საქმიდან როგორც იტყვიან, მოგებული მხარი არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი თუ დეკანოზის ბრალეულობა დადასტურდებოდა, მოგებული იქნებოდა საზოგადოება, მართლმსაჯულება და ასე შემდეგ, იმისათვის რომ მართლმსაჯულებამ გაიმარჯვა, რაღაც ბრალეულობა დადგა და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ინსტიტუცია, რომელიც ჩართული არის ამ საქმეში, არის წაგებულ მდგომარეობაში და ფაქტობრივად ვერავინ ვერ იხეირა, როგორც თქვენ სტატუსში წერთ, რომ დაწყებული ივანიშვილიდან, დაწყებული ივანიშვილიდან დამთავრებული, აი ყველა დაზიანებული არის პროცესში პირდაპირ თუ ირიბა ჩართული პირი. არ განვავრცობ ახლა, მაგრამ ნახეთ როგორი არის ამ საქმემ მოახდინა ივანიშვილის და ხელისუფლების დისკრედიტირება. ამ საქმემ მოახდინა სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტირება. ამ საქმემ მოახდინა სასამართლოსი განსაკუთრებით და ეკლესიის დისკრედიტირება პირველ რიგში, მაგრამ მეორე მხრივ ამ საქმეს მაინც ყავს ერთ-ერთი გამარჯვებული და ეს არის სწორედ საპატრიარქოს არ მომერიდება ამისი თქმა, პრორუსული ფრთა, გაგიკვირდებათ, მაგრამ თვით საპატრიარქოში პროდასავლური ფრთა ან უფრო სწორად თუ ვიტყოდი ქართული ეკლესიის თვითმყოფადობის მიმდევარი გზა თვითონ ეკლესიაშია, შიგნით საპატრიარქოში ჩვენ ფაქტობრივად არ გვყავს, მაგრამ მოგებული დარჩა სწორედ ის ძალა, რომელსაც მართავს შორენა თეთრუაშვილი, პერსონა, რომელიც თითქოს უნდა მოეკლა იმას, რა ქვია, დეკანოზ მამალაძეს და უნდა მოეკლა იმისათვის, რომ კარიერული წინსვლისთვის მიეღწია და ასე შემდეგ, მაგრამ უყურეთ აქ პროცესები. უკაცრავად, აი სულ მაინტერესებს ხოლმე დეკანოზ მამალაძე მოიაზრება როგორც პროდასავლური ფრთა? არა, ხო? დეკანოზ მამალაძე ამ შემთხვევაში არის განტევების ვაცი, სიტუაციით საპატრიარქოში სიტუაციის არევის თვის გამოყენებული მომენტი. აქ სიღრმეებში თუ წავალთ, ჩვენ დავინახავთ ერთ რაღაცას, ეს თამაში მოყვა რეალურად პოსტპატრიარქისეული ეპოქისთვის მზადებას.
ამ ძალებიდან ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურებმა და მოდით ესე რადგან საპატრიარქოში ესე არის დადგენილი კულუარებში არის დიმიტრი როგორც ვიცი ხო არა საპატრიარქოს კულუარებში როგორც ამბობენ ხოლმე საპატრიარქოს დღეს მართავს შორენა პირველი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით რომ და ლოგიკურიც არის რომ პოსტპატრიარქისეულ ეპოქაში შორენას ადგილი საპატრიარქოში არც შეიძლება აღმოჩნდეს მეორე მომენტი არის აქ მიუხედავად იმისა რომ მართავს და მიუხედავად იმისა რომ მისი ძალაუფლება ამიტომაც გახდა მთელი რიგი გადათამაშება საჭირო, ამიტომაც გახდა ეს ამ საქმის შეთითხნა საჭირო. აქ დიდი ისენი აქვს ამას დინებები დაწყებული ქონებიდან და მთავრებული საეკლესიო საგანძურისგან კარგვისა და ვთქვათ იქ არსებული პრობლემების ჩათვლით მე არ შევეხები ახლა ბოლო პერიოდში გაკეთებულ აქცენტებს მორალურ ზნეობრივ მხარეებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. მაგრამ უმთავრესი მომენტი სწორედ ეს მომენტი იყო ნებისმიერი სხვა ახალი პატრიარქი როცა მოვა ამისი პერიოდი გნებავთ გარდამავალი ან შემდგომი პატრიარქი დასვამს საკითხს ან ქართველიერი დასვამს საკითხს სად არის ის ქონება რომელიც მიიღო ეკლესია და როგორ განიავდა სად არის ის საგანძური რომელიც არ ჩანს და აი ამ და რა კავშირში ამასთან დეკანოზი აი შიდა ბრძოლის შიდა საპატრიარქოში არსებული ძალების და ერთ-ერთ დაპირისპირებაში მოხვდა დეკანოზმა ბევრი საქმე ამოუქექა იმ ფრთას, რომელსაც შორენა პირველი მართავს, და ბევრი საქმე ამოუქექა და აქედან დაიდო გარკვეული ფაქტები, რის შემდეგაც მან პატრიარქს მოთხოვა სინოდის მოწვევა და იქ ამ საკითხების განხილვა, ფაქტობრივად ეს იყო განაჩენი უამრავი ეპისკოპოსისთვის და ეს განაჩენი რო არ დამდგარიყო და ამ შემთხვევაში არ მომხდარიყო ლუსტრირება აი ამ ადამიანების, რომლებიც ჭყალებში ვიტყვი შემჩნეული არიან ეკლესიის საზიანო საქმეებში მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა იმიტომ ვიძახი რომ ამ ყველაფრის თავში დგას შორენას გარეშე ჩიტი ვერ გადაფრინდება საპატრიარქოზე ანუ ამას ამბობს დეკანოზი დღემდე დიახ, დეკანოზი ამას ამბობს დღემდე. ამიტომ ამბობს უარს, ვთქვათ, იმაზე რომ რაღაც მოინანიოს, ამბობს რომ არავითარი. იცით რა არის ამ საქმესთან დაკავშირებით მე როცა ვამბობ რომ ვერავინ ვერ იხეირა, მე შემიძლია ვთქვა, შეიძლება ეს ცოტა უტრირებულიც გამოვიდეს, მაგრამ დამნაშავეები ჩვენც ვართ საზოგადოება, ქართველი ხალხი, საქართველო, იმიტომ რომ ჩვენი სახელით არის ეს განაჩენი დამდგარი. და მეორე მომენტიც ავიღოთ, როდესაც ეკლესია ითხოვს იმას, რომ ის მოინანიოს, რა მოინანიოს, ის მოინანიოს დანაშაული, რომელიც მას არ დაუმტკიცდა და რეალურად ვერ უმტკიცდება და ისე დადგა განაჩენი და ჩვენი სახელით გამოტანილ განაჩენს ვეგუებით, ამ შემთხვევაში საზოგადოება აქედან შესაბამისად შეწყალებაც შეიძლება აბსურდული იყოს. დიახ, შეწყალების მოწყობა თვითონ აბსურდულია, მაგრამ კანონის მიხედვით ახლა ჩვენ როგორ წავიდეთ აქ სხვა გზა აღარ რჩება. მაშინ მეორე რაღაცა არის, რომ ის რა ქვია, იქ უნდა წავიდეს გამოძიება ახლად აღმოჩენილი გარემოებებით ასე შემდეგ ბატონო და ეს კიდე გაწელილი პროცესია, რომელსაც ალბათ გამოძიება ბოლომდე ჯერ არ მიიყვანს, მერე ბოდიში უნდა მოუხადონ დეკანოს და გამოუშვან გამამართლებელი განაჩენი. თუმცა მას რჩება დღეს უამრავი სამართლებრივი ვთქვათ გზა, თქვენ იცით რომ ის საქმე უკვე არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა, მაგრამ იქ სხვა მომენტებზე არის საუბარი, იქ ბრალეულობაზე ვერ იქნება საუბარი, იმიტომ რომ იქ არის საქმეში პროცესუალურ დარღვევებზე, რამდენად შეილახა აი ამ ხრივ, მაგრამ დეკანოს ალბათ წლების განმავლობაში თუ წლების შემდგომ მოუწევს თავისი უდანაშაულობის დამტკიცება, იქიდან გამომდინარე რომ მისი ბრალეულობა ვთქვათ სასამართლომ ბრჭყალებში დაადასტურა თუ ისა რა ქვია დაადასტურა ესე ვთქვათ. ვერ დაადასტურა, რატომ აუმხედრდა იგი თქვენი აზრით საპატრიარქოს და შორენა? იცით რა, კი არ მე აუმხედრდა ეს ფაქტიურად, რომ ამ გამოძიება დაიწყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ დეკანოზი მამალაძე ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი ახლა ვერ დავიდებ რომ აი იცით რა ძალიან გულწრფელად, ძალიან მონდომებულად მე ამბოხე გამოდის.
მიიღო ეს გადაწყვეტილებები. შეიძლება მას ჰქონდა გარკვეული მერკანტილური ინტერესი, შეიძლება საპატრიარქოს სხვა ჯგუფის მიერ იყო, რომლისთვის მიუღებელია ან მისაღებია, მაგრამ მისთვის არ იყო ეს ქონება და იყო სხვისთვის. რომელ ჯგუფს წარმოადგენს ახლა ძნელი სათქმელია ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ანუ რამდენად უანგარო იყო მისი ასე ვთქვათ ამბოხი, ხო ეს? ის ამ გზით წავიდა და მის მიერ არჩეული გზა ამ შემთხვევაში არანაირად არ არის დანაშაულებრივი გზა. ამიტომ ეს შიგნით ეკლესიაში გასარკვევი საკითხი არ არის მხოლოდ ქონებისა და საგანძურთან დაკავშირებულ მომენტებს გულისხმობ. იმიტომ რომ ის ქონება, რომელიც აქვს საპატრიარქოს, ის საგანძური, რომელთანაც დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში ეჭვი, რომ თქვენ იცით რომ დაახლოებით სამებარო ცეცხლო და 6 კილო ოქრო არის და დაკარგული და ახლა დაკარგული ახლა ისეთი ხანძარი არ იყო რომ ეს გამდნარი იყო და სადღაც მაშინ კვალიც მაინც უნდა დარჩენილიყო ხო შესაბამისად აქ უამრავ სხვა რაღაცეებზე არის კიდე საუბარი აქედან გამომდინარე ახლა რა მოტივატორი რა იყო ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ შეიძლება ვარაუდები გამოვთქვათ მაგრამ ფაქტი ის არის რომ ის საუბრობს გარკვეულ დანაშაულებებზე და მე არ ვეთანხმები ეკლესიასთან დაახლოებულ ამ ეკლესიის თემებზე მომუშავე ადამიანებს რომლებიც აცხადებენ რომ იცით რა ეკლესიას არ აქვს ამ ქონების განკარგვის რაღაც წესები და აქედან გამომდინარე ჩვენ მათ როგორ გეკადრებათ ბატონებო ეკლესია არის ქართული სახელმწიფოს შემადგენელი ინსტიტუტი და მას ეს ქონება ქართველი ხალხის ხარჯზე აქვს გადაცემული. დღესაც დააკვირდით ჩვენსა და ისა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არის საკონსტიტუციო შეთანხმება. არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ არის იგივე რანგში. და ფაქტობრივად სახელმწიფოს გათანაბრებულია. ამავე დროს სამართლებრივად შევხედოთ საქართველოს სახელმწიფო არ იყო რუსეთისა და რუსეთის იმპერიის მემკვიდრე, სამართალ მემკვიდრე და ჩვენ ამ კონკორდატით ვიკისრეთ ის ვალდებულებები, რომ ჩვენ უნდა ავუნაზღაუროთ ეკლესიას იმპერიოდში დაკარგული ქონება. თუ კი ამ შემთხვევაში და ქონების ოდენობაც არ გვაქვს ამ შემთხვევაში დადგენილი, მაგრამ სულ ვაძლევთ ამ ქონებას, სულ ვაძლევთ ხან 1 ლარად, ხან 1 დოლარად, ხან ჩუქნით. შესაბამისად, როდესაც ქართული სახელმწიფო თავისი მარაგებიდან იმ სიკეთეებიდან, რომელიც არის თანაბრად თქვენი, ჩემი და ნებისმიერი მოქალაქის, აძლევს ამ რელიგიურ კონფესიას ამ შემთხვევაში ტრადიციულს, სახელმწიფოებრივს, ქვეყნის ეროვნულ, კულტურულ, პოლიტიკური იდენტობის განსაზღვრულ სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი ისტორიისა, ამ ქონებას, რა თქმა უნდა, ის მისი კუთვნილება არ არის მხოლოდ ის ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის კუთვნილებაა და ახლა რომელ ეპისკოპოსს როგორ მოგუნდება, ისე ვერ განიკარგება ეს. შესაბამისად, აქ ჩვენ რევიზირების, აუდიტის, მოთხოვნის უფლება სახელმწიფოს, რა თქმა უნდა კონდეს, და სამართლებრივადაც გაშლის. მაგრამ არ აკეთებს აი ეს არის პრობლემა. იმიტომ რომ თქვენ სულსაც ბიზინა ივანიშვილზე საუბრობთ, რომ იგი ბრალდებული იყო ეკლესიის დისკრედიტაციაში საზოგადოების თვალში. ნუ გავრცელებულია ეს მოსაზრება ვიცით და პრინციპში მას შეეძლო ბოლომდე წასულიყო, ხო? იცით რა, ისა რა ქვია, ამ შემთხვევაში პრობლემა ივანიშვილში ან არც ერთ ხელისუფალში არ არის. ჩვენ ვნახეთ მომენტები, როდესაც ცალკეული პოლიტიკური პროცესების დროს ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და ხელისუფლება გარკვეულ ინდულგენციას იქნის ხოლმე ეკლესიასთან სიახლოვით და უამრავ სიკეთეებს აძლევს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამ ხრივ ყველაზე მეტი სიკეთე ეკლესიას თავისი სისხლიანი ბრჭყალებში მართველობის ხალხის მისცა ნაციონალურმა მოძრაობამ. არ დაგავიწყდეთ რომ არჩევნებამდე სულ რამოდენიმე დღით ადრე, თვით ადრე 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავრობის ერთ-ერთმა უწყებამ 110,000 ევრო გამოუყო საპატრიარქოს ავტომანქანის შესაძენად. ერთი ცალი ავტომანქანის შესაძენად. ეს მაგალითი იმიტომ დამჭირდა ამ წუთას რომ მომეხმო რომ თვად ესეთი პირსისხლიანებიც არ იყვნენ ეკლესიასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ ამ წუთას ივანიშვილის ხელისუფლების ეს დავარქვათ ივანიშვილის ხელისუფლების ქართული ოცნების ხელისუფლების პრობლემა ის არის რომ აი აქ ამ ვერტიკალში ხელისუფლების ვერტიკალში არიან ადამიანები რომლებიც ესე იგი ქედს უხრიან ყველა ბრძანებას უსრულებენ უდიდეს გავლენას აძლევენ იმას რა ქვია ეკლესიას მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც არ ემორჩილებიან ეკლესიის ბრძანებებს და სწორედ ეს წარმოშობს დაპირისპირებას გარკვეულწილად და მით უმეტეს რომ არჩევნების წინ არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში არ აწყობს ეკლესიასთან კონფლიქტი
დიახ, არ აწყობთ და ეს არის სწორედ ეკლესიის მიმართ და არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ სხვა კონფესიების მიმართაც წარმოებული არასწორი რელიგიური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა წარმართავს. თქვენ წარმოგიდგენიათ ესეთი რამ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში საგრანტო პროექტის ფარგლებში რომ მოგცენ სახელმწიფომ რაღაცა 1 ლარი, ამას 1000 შემოწმებელი მოყვება უკან. ამ ხნის განმავლობაში და სხვა ექსპერტებისა და ამ ბოლო პერიოდში მომიხდა ზუსტად ამ თემასთან მიმართებაში მუშაობა არაოფიციალური დათვლებით, იმიტომ რომ წვდომას ვერ გვაძლევს ბოლომდე ეკლესია არ გვაძლევს ამ შემთხვევაში. ეკლესიის ქონება დღეს არის დაახლოებით 25 მილიარდი აშშ დოლარი. ესე იგი, ის არის ყველაზე მდიდარი ინსტიტუცია საქართველოში. ამიტომ როდესაც ივანიშვილზე ვსაუბრობთ ჩვენ ან ნებისმიერ სხვაზე, გნებავთ სააკაშვილზე, გნებავთ კიდე წინა პრეზიდენტებზე თუ სახელმწიფოს მეთაურებზე, ამ შემთხვევაში ეკლესია ერთი პერიოდი იჭერს ხოლმე მაამებლურ სიტუაციას, თავის ამოცანას როგორც კი შეასრულებს, იმ შემდეგ მას ის ხელისუფლება არ სჭირდება და უკვე თავის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა პერიოდში მას ჰქონდა და რუსეთის იმპერიის პერიოდში თვითგადარჩენის ინსტინქტით მუშაობდა და მათ ეს შეასრულეს. შემდგომი პერიოდი იყო რომ გარკვეული გავლენის სფეროების მოპოვების და ამჟამად ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც უკიდეგანო გავლენა აქვს ამ წუთას იმ ინსტიტუციას, რომელიც პარალელ რეჟიმში არის ნიშნულოვნად დისკრედიტირებული. აი ესეც ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის გარკვეული ფსიქოლოგიური არათანმიმდევრობის მანიშნებელიც გახდა. ანუ დისკრედიტირებულია, მაგრამ მაინც პოპულარულია, ასე ვთქვათ. ხო, საზოგადოებაში. მანდაც ხო იდეოლოგიური მომენტი არის. ლენინი ჩაანაცვლეს ქრისტეთი ადამიანებმა და შესაბამისად ახლა აი თითქოს ფიქრობენ, რომ ეს სწავლებაზე დაფუძნებული ხო არ არის ამ შემთხვევაში. აბა, ეს არის ჩანაცვლება. ხო, კერპის ჩანაცვლება და ამის ტრადიციები. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეკლესიასთან მიმართებაში. დააკვირდით საბჭოთა საქართველოს პერიოდის ის ადამიანები, რომლებიც იდეოლოგიურად წარმართავდნენ, რომლებიც ეკლესიაში აკონტროლებდნენ, ვინ შევიდოდა და ვინ არ შევიდოდა. საქმიანობას ეკლესიის წინააღმდეგ და ქუჩაში გვაჩერებდნენ კიდეც ქაშვით შესულებს გამოჩერებ, რატო ვიყავით, რატო დღეს მორალს. მორალს კი არ კითხულობენ. ყველაზე მთავარი არის ეკლესიის სასულიერო სემინარიაში და აკადემიაში ლექციებს კითხულობენ ეს ადამიანები და დოქტორებისა და პროფესორების ხარისხები. კი ბატონო. თქვათ რომ დაახლოებით იგივე ხდება რუსეთშიც და მე არ შემიძლია ისე არ მინდა რომ დავასრულო ეს ჩვენი საუბარი თუ მოსკოველი სტუმრების შესახებ არ ვისაუბრებთ საპატრიარქოში. ბოლო ხანებში უფრო მოხშირდა, ასე ვთქვათ, ეს ვიზიტები, არ შეიძლება ადრეც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ეს ინფორმაცია ვრცელდება. ნავინსკი, ხო? ნავინსკი, ევტუშენკოვი, აი ეს კიდევ სხვებიც, ხო? თქვენ სტატუსში ამბობთ, რომ პუტინის ემისრები არიან. რატომ არიან პუტინის ემისრები? ვინ არის ეს ხალხი? საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსული ეკლესიის გავლენა არის უკიდეგანო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ფაქტობრივად რუსეთის ეკლესიის ფილიალი, გარკვეული დამოუკიდებელი იმებით. მე არ მინდა რომ ძალიან ესე უხეში თქვა გამომივიდეს, მაგრამ რასაც დინამიკაში ვაკვირდებით, ამ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქომ კონკრეტულად ვიტყვი, საქართველოს ეკლესია არ წაიყვანა დამოუკიდებელი საქართველოსთვის შესაფერისი გზით. მათ ჩვენ მოდით ვაღიაროთ, ჩვენ ხო ვიცით ვინ იყო. ჩვენ ხო ვიცით როგორ ხდებოდნენ მაშინ ადამიანები, ეპისკოპოსები და ასე შემდეგ სასულიერო პირებიც კი. და რადგან ჩვენ დავდივართ ეკლესიაში, რადგან ჩვენ მივდივართ მათთან აღსარებასაც ვაბარებთ, ფაქტობრივად ჩვენი მხრიდან ამ ადამიანებს თავიანთ წარსული მივუტევეთ ჩვენ, მაგრამ მათ არ მოახდინეს ამ შემთხვევაში დისტანცირება, მას არ თქვეს რომ ჩვენ ეს გზა გამოვიარეთ და ეხლა რუსეთისკენ კი არ გავიხედავთ, აგერ ქართულ საქმეს, ქართულ იმას ვემსახურებით. მათ თქვენ წარმოგიდგენთ გრიგოლ ხანძთელი არის ის ზოგიერთმა ღვთისმსახურმა ვინ არის, რომელმაც ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეში განსაზღვრა ქართული ეკლესიის გზა დასავლეთისკენ. და აქედან გამომდინარე ეს რუსული გავლენა და რუსული ემისრების ესეთი ხშირი სიარული საქართველოში დღეს უკავშირდება
ეხება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, იმისათვის რომ საქართველოს არანაირად არ უნდა აღიაროს ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მათ მოაქვთ ეს ზღვენები და 1000 რაღაცეები. არის გარკვეული შანტაჟის მომენტები აფხაზეთთან მიმართებაში, მაგრამ მინდა დავარწმუნოს უყველა რომ ის რასაც დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურები, განსაკუთრებით საპატრიარქოს წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ჩვენ დავკარგავთ აფხაზეთს და რუსეთი მაშინ აღიარებს აფხაზეთის ავტოკეფალიას, ეს არის აბსოლუტური ბლეფი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და იქ კონფესიების მდგომარეობა ამ შემთხვევაში ამ სამართალში. ანუ ეს არის FSB-ს ხალხი. გეტყვით ეს, მოდით გეტყვით რა, ეს ნავინსკი არის ჩვეულებრივი რუსი ოლიგარქი 2014 წელს ეს პერსონა და ევტუშენკოვი არის სისტემა, ესეთი კორპორაცია სისტემის შეფი, ანუ MTS-ის შეფი და რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის ერთ-ერთი უფროსი, არ დაგავიწყდეთ MTS-ში, აი სისტემაში მისი ვიცე-პრეზიდენტი ლევან ვასაძე გახდათ. წლების ეს ადამიანები 2014 წელს აღმოჩნდნენ უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტის საპრეზიდენტო საბჭო კედრის წევრები. იქაც მივლინებულები იყვნენ პუტინის მიერ. ამჟამად ეხლა დივერსიფიცირებულად ისინი მოქმედებენ საქართველოში. ამათი მოქმედება არის ესეთი, რომ დაარწმუნონ, რაღა დასარწმუნებელი არიან, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო ეხლა სარფიანად ვაჭრობს. ბევრი ფული უნდა შემოიტანოს, რაც შეიძლება ბევრი რაღაცეები სარგებელი მიიღონ და პარალელურად უკვე გადაწყვეტილი აქვს რუსეთს საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელსაც შესაძლო არის რუსული გეგმის მიხედვით საქართველოს ეკლესიის გაყოფაც კი მოყვეს, იმიტომ რომ დასუსტდეს ესა. ერის წინამძღოლით შერჩეული ყავთ ბატონი ვასაძის სახით. აქედან გამომდინარე ეს არის სუფთა FSB-ს თამაში. ანუ საერო პირი. ნუ სასულიერო პირზე ჯერჯერობით ბატონი ვასაძის მეგობარზე მოსაყდრეშიოზი აქვს გაკეთებული, თუმცა მე მაქვს ვარაუდი რომ მათ სათადარიგო პერსონაც ეყოლებათ და შესაძლოა არის იმ პერსონაზე უფრო მეტი ის გააკეთონ, რა ქვია, როგორც იტყვიან, თავისებურად ბჭყალებში ვიტყვი რუსულ სიტყვას და უმაღლეს დონეზე არის ეს შეხვედრები საპატრიარქოში. რა თქმა უნდა, პატრიარქთან, წარმოგიდგენთ პატრიარქთან მოდის ახლა ეს რა ქვია, ნავინსკი უკრაინის დელეგაციასთან ერთად რუსული ეკლესიის ქვეშ, რომელიც არის იმასთან ერთად ხვდებიან და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა, ნებისმიერი პერსონა, რომელიც საპატრიარქოდან იძახის, რომ ის არის პროდასავლური ფრთის წარმომადგენელი, გინდა კაპიტოლიუმთან დადგეს, გინდა ეიფელთან, ეიფელის კოშკთან, ჩემო ბატონო და გინდა ბიგბენთან. არა აქვს მნიშვნელობა, ესენი აკეთებენ რუსულ საქმეს და ამ შემთხვევაში როგორ შეფუთავენ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არც ამერიკული საქმე გვინდა და არც ისა რუსული ეკლესიაში, ჩვენ გვინდა ქართული საქმე ეკლესიაში, რომელსაც საპატრიარქო არ აკეთებს. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა, გადავაჭარბეთ დროს. ბატონი გოჩა მირცხულავა, ჩემი კოლეგა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ლევან გვარამაძე იყო დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.